მოგესალმებით. დღეს მინდა გესაუბროთ ვანო სარაჯიშვილზე. ვანო სარაჯიშვილი იყო ულამაზესი ვაჟკაცი, ახოვანი, ტანწერწედად, მახუჭუჭად დაიბადა 1879 წლის 1 მაისს სოფელი დიღმიდან იყვნენ მისი მშობლები. მამას მეორე ოჯახიდან შეეძინა იგი პირველ ოჯახშიც აბსოლუტურად ყველა მუსიკალური სმენით იყო დაჯილდოებული და მეორე ოჯახშიც დედმამიშვილები ყველა მუსიკალური სმენით იყვნენ დაჯილდოებული და გუნდიც კი ჰქონდათ შექმნილი და მღეროდნენ აქ. ყოფილა თურმე ძალიან მხიარული, ანცი, მოუსვენარი და გიმნაზიაში სწავლის შემდეგ სამხედრო სასწავლებელში გაუგრძელებია მოღვაწეობა. შემდგომ უკვე ჩააბარა სამუსიკო სასწავლებელში და სწავლობდა თავიდან ჩელოზე თავის ბიძასთან, პროფესორთან ივანე სარაჯიშვილთან. მერე აღმოჩნდა სანდრო კავსაძესთან გუნდში და არაჩვეულებრივი ტენორი ჰქონია მას და როდესაც ილიას 40 წლის იუბილეზე კლასიკურ გიმნაზიაში მას შეუსრულებია მრავალჟამიერი სუნთქვა შემეკრა და ვეღარ ამოვისუნთქე ემოციებისგან. ისე იმოქმედა ამ სიმღერამ ჩემზე და გამახსენა ჩვენი წინაპრების ისტორიული წარსულიო. იხსენებოდა ძალიან დიდი აღმაფრენით და სიყვარულით ყოველთვის აი ამ წუთებს ილია. მოაწყდეს ილიას თაოსნობით ყურადღება მიაღწია მერე შემდეგ მის მუსიკალურ ნიჭს და მოეწყო იგი ასე ვთქვათ ერთ-ერთ მუსიკალურ სასწავლებელში გაუშვეს პეტერბურგში და დიდი დამსახურება მიუძღოდა ამაში ილიას. ევროპიდან შემდეგ ეს ევროპულ სკოლაში დაიწყო მოღვაწეობა და შემდგომ უკვე იგი 1856 წლიდან ლასკალაში გადადის, იტალიაში მოღვაწეობს, სადაც პროფესორ კასტელანოს მოусმენია და როგორც კი მოისმინა თურმე მაშინვე შესთავაზა უფასო გაკვეთილები პირველი ბგერის აღებისთანავე და მართლა საფასურის გარეშე ამეცადინებდა. რამდენიმე წლის განმავლობაში იტალიაში ცხოვრობდა შალიაპინთან ერთად და შალიაპინს ძალიან უნდოდა თურმე მისი ნიჭის გამო წასულიყო ამერიკაში, დამკვიდრებულიყო და მოღვაწეობა გაეგრძელებინა, მაგრამ უზომოდ ენატრებოდა თავისი ქვეყანა, თავისი საქართველო და დაბრუნდა სწორედ გასაბჭოების დროს 1908 წელს და თან ჩამოუტანია ორი იტალიური სიმღერა. ერთი მზეო ჩემო და მეორე ბონჯოვანის პეპელა. და აი საინტერესო რა არის, რომ იოსებ გრიშაშვილის ლექს გენაცვალეს შეუწყო თურმე ამ ბონჯოვანის პეპელას ტექსტი და სიმღერა და ისეთი ლამაზი გამოვიდა, მისამღერი დაკლებია და უთხოვია იოსებ გრიშაშვილისთვის რომ დაეწერა, მაშინვე დაუწერია იოსებს და მეორე დღესვე მიუტანია მისთვის და ისეთი ლამაზი გამოვიდა ეს მისამღერი, რომ როდესაც ფირფიტა და ნოტები გამოსულა ორივეზე თურმე ფირფიტაზეს და ნოტებზეც გამოსახული ყოფილა იოსებ გრიშაშვილი და ვანო სარაჯიშვილი და ბონჯოვანი აღარავის ახსოვდა, ვისიც სინამდვილეში იყო ეს იტალიური სიმღერა პეპელა. ძალიან ჰყვარებია მას სიმღერა ურმული და სადაც არ უნდა წასულიყვნენ სადაც არ უნდა წასულიყო თურმე ყველგან ამღერებდნენ მას.
აკომპანიმენტის გარეშე. ძალზე უყვარდა ბუნება, ბუნებაში გასვლა, თითქოს ხეებს ესაუბრებოდა, აი აქ ეს ხელოვანები თითქოს ერთმანეთს გავანან ბუნების სიყვარულით, აი ვახტანგ ჭაბუკიანთანაც სწორედ ამაზე ვისაუბრეთ, რომ უზომოდ უყვარდა მასაც ბუნება, ხეებს ესაუბრებოდა თითქოსო. ერთხელ ასულა უსარმაზარ ხეზე და აკაკის ხეთ რომ არის წოდებული და იქიდან ალაზნისთვის გადაუხედავს სოფელ ვაქირში და გადაუხედავს და ურმული შემოუძახია და ისეთი ულამაზესი ყოფილა თურმე ეს სცენა, რომ მის ნახვას და მოსმენას არაფერი სჯობდა. ძალიან ყვარებია სუფრასთან ჯდომა, ნადიმი, მაგრამ არა ღრეობა თავის უსაყვარლეს ადამიანებთან ერთად. ძაღლი ყოლია, რომელსაც ნადირი დაარქვა მარგალიტის მაძიებლიდან, აი ამ როლის გამო და ერთ-ერთი ნადირობა ყვარებია თან ძალიან და ერთ-ერთი ნადირობის დროს საფანტით თურმე დაუჭრია შემთხვევით თავისი მეგობარი და იმდენად განიცადა რომ თავს მაღლა ვერ წევდა ნერვიულობით განიცდიდა, თუმცა მისმა მეგობარმა საფანტის სხეულში დაიტოვა, არ მოაღებინა სამედიცინო ჩარევის შედეგად, რადგან მინდა ყოველთვის საჩუქა ქარი იყოს ეს ჩემთვის და ყოველთვის მახსოვდეს ვანოსგან ეს უნებლიოდ მოწყნილი საჩუქარიო. საჩუქარს ეძახდა ვანო სარაჯიშვილის აი ამგვარ მარცხს, რომელსაც ლამის გადაყვა ნერვიულობით ვანო თურმე. გიმნაზიაში ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ტანვარჯიშსაც და არაჩვეულებრივი მონაცემები ჰქონია ვანო სარაჯიშვილს, კარგი ტანმოვარჯიშე ყოფილა და იხსენებენ, რომ რიგოლეტოს დროსო ქალებმა შეამტრიეს კარები, რადგან ხალხი ძალიან ბევრი დარჩენილა თურმე გარეთაც, ვინც ვერ შედიოდა შიგნით და შეუთავაზებიათ მისთვის რეკლამა, ანუ ეგრეთ წოდებული, რომ უფრო მეტი ხალხი მისულიყო მასთან კონცერტზე, რაც ნამდვილად არ სჭირდებოდა ვანოს და ვანო სარაჯიშვილს და შემდგომ გაბრაზებულ ეგრეთ წოდებულ კლეკერებს მოულაპარაკიათ ერთმანეთში, რომ აბუნტებულიყვნენ და ხმაური დაეწყოთ და ჩაეშალათ ეს კონცერტი მისი შესრულებით, მაგრამ იმდენად მოხიბლულან მისი შესრულებით, იმდენად მოხიბლულან და აღფრთოვანებულან, რომ ოვაციებისგან თურმე დიდი ხნის განმავლობაში უკრავდნენ ტაჟს. მას ყველა საქართველოს ბულბული შეარქვა, თავიდან კუპრინ შეურქმევია მისთვის, მერე ვასო აბაშიძემ მიმართა და ყველა ასე ეძახდა. 1910 წელს ცოლად შეირთო ნინო კიკოძე, რომელიც ფოიეში შემთხვევით გაიცნო, სანამ წავიდოდა პეტერბურგში საგასტროლოდ და მან შემდგომ მასთან არ შეეძინა შვილი და შემდგომ მეორე ოჯახით შექმნა, მაგრამ სამწუხაროდ არც მეორე ოჯახში ეყოლა მას შვილი და მიუხედავად იმისა, რომ ხალხის უზარმაზარი სიყვარული სდევდა თან, მიუხედავად იმისა, რომ არ აკლდა გასტროლები, არ აკლდა დაფასება, მაინც მატერიალურად უჭირდა მას და აი რევკომში ინახება მისი 1924 წლის 4 იანვრის დათარიღებული წერილი. ეს იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც მას უფროსი ძმა გარდაეცვალა, მოუკლეს და
მოითხოვა რომ რაღაცნაირად მისთვის გაეზარდათ ეგრეთ წოდებული ხელფასი, რადგან ერთნაირად ეძლეოდა დანარჩენებსაც და მასაც ძალიან უყვარდა თავისი კოლეგები, ხალხი, აბსოლუტურად ყველა, მაგრამ აი ამ მატერიალურმა სიდუხჭირემ გააბედინა და ესათქმევინა, თუმცა ეს არ იყო რაღაცა პირადი გამორჩენით გამოწეული, ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ იმ სიდუხჭირის გამო, რამაც აიძულა ეს წერილი დაეწერა. მას ეგრეთ წოდებული დაავადება ესპანური ხოლერა, ანუ ისპანგა ესე შეხვდა და თმის გადაპარსვა დასჭირდა მას და მუზეუმში დაცული არის მისი ეს საუცხო ხუჭუჭა თმა და სადაც ის იყო, იქ ჩამოდიოდა, საიდანაც ის იყო, ასე ვთქვათ, ჩამოდიოდა წყარო, თავგატეხილას ეძახდნენ, ახლა ვანოს წყარო შეარქვეს, ანუ მის სახელობისა ის წყარო და 2 თვის განმავლობაში კოკით ჩამოჰქონდათო, როდესაც იგი ავადმყოფობდა და უკვე იწვა ეს წყალი მასთან და აი 1924 წელს 11 ნოემბერს 6-ის ნახევარზე დილით უფრო სწორად 1924 წელს დიახ გარდაიცვალა 6-ის ნახევარზე დილის საათებში ძალზე გაუჭირდა აბსოლუტურად ყველას მის სიკვდილთან შეგუება მის ახლობლებს, ნათესავებს, მის მეგობრებს, სრულიად საზოგადოებას ყველა აფასებდა, ყველა შეყვარებული იყო მასზე. მაჩაბლის ქუჩიდან ოპერამდე ტევა არ იყო. იმდენი ხალხი შეკრებილა და ვანოს ქონია გარდა იმისა, რომ ანცი და მოუსვენარი ხასიათი ჯიუტიც ყოფილა საკმაოდ, ერთხელ გაჯიუტებულა არსდომებია სკოლაში წასვლა და მამას ურემზე დაუსვამს და მუშის დახმარებით ზალით მიუყვანია. სათავადაზნაურო გიმნაზიაში ლოტბარობდა თურმეს, უკრავდა არაჩვეულებრივად სალამურზეც. აკაკი წერეთლის ვაჟს ალექსანდრეს ჰქონდა თავისი დასი, პეტერბურგში მოღვაწეობდა და თავისთან მიუწვევია და იგი ტრავიატაშიც მონაწილეობდა ალფრედოს პარტიას მღეროდა, აქ შედგა მისი დებიუტი და ასევე მალხაზის პარტიასაც ასრულებდა იგი, ქეთო და კოტეში მონაწილეობდა, ღალაჩი, ლეილა, მამის მკვლელი გამოვიდა პირველი მუნჯური ფილმი ნატო ვაჩნაძესთან ერთად, სადაც ითამაშა და თავიდან ბოლომდე არის ასე ვთქვათ დაცული აი ამ კადრებში, ამ კინოკადრებში მისი გარეგნობა, ნაჩვენები ძალიან კარგად გადმოცემული, პლასტიკა, ხასიათი და ყოფილა ერთ-ერთი მოღვაწე მიხაილოვი, რომელიც ყოფილა სახაზინო უფროსი და დავით სარაჯიშვილისთვის, მეცენატისთვის უთხოვია რომ ამ ყმაწვილისთვის გზა გაეკლიათ და ილიამაც ძალიან დიდი დახმარება გაუწია მათთან ერთად, რომ გზა გაეკვალა შემოქმედებით ცხოვრებაში და შემოქმედებითი კარიერა
შეექმნა მას და ღირსეული ადგილი დაემკვიდრებინა და მართლაც ეს ძალზე არაჩვეულებრივად გააკეთა და ბუნებრივად გამოუვიდა. ტიტა რუფო იყო იტალიელი მომღერალი, რომელიც დაუმეგობრდა მას და ერთად იმღერეს რიგოლეტოში. რიკარდო კასტელანთან ერთად შეისწავლა იტალიური და ფრანგული ენები, მოამზადა საოპერო პარტია, მას სარაჯინი შეარქვეს იტალიაში და ვარაუდობენ, რომ იტალიის გარდა საფრანგეთში და ესპანეთში, ასევე ბელგიაშიც მოღვაწეობდა, გამოდიოდა, დიდ თანხას სთავაზობდნენ მას, რომ იქ დარჩენილიყო, თუმცა უარი განაცხადა და საქართველოში ჩამოვიდა, უზომოდ იყო შეყვარებული თავის ქვეყანაზე. და აი სტუდია გრამოფონი არსებობდა, ინგლისური სტუდია იყო და ინგლისური ფირმა იყო, რომელიც ამ სტუდიაში წერდა სხვადასხვა სიმღერებს და ანზორ ერქომაიშვილი ჩავიდა შემდგომ ლონდონში და პირადად თავისი ხარჯებით 8 სიმღერა გადმოიტანა და ჩაწერა დისკზე. არაჩვეულებრივი შესრულება არის ვანოს უნიკალური ხმისა, რომელსაც ბულბული დაარქვეს და ერთხელ აკაკი წერეთელსაც შეხვედრია ძალზე ყვარები აკაკი და მას უთქვამს ჩვენი ბულბული მობრძანდაო და თავი დახარა ბულბული თქვენ ხართ და მგოსანი, მთელი საქართველო შეყვარებულია თქვენზე, ისე თავმდაბლობით უთქვამს, მაგრამ აკაკის გაუმეორებია, რომ შენ ხარ ის მგოსანი, ის ბულბული, რომელიც საქართველოს უკვდავებას უმღერისო. და აი ანზორ ერქომაიშვილმა გადმოწერა პირდაპირ დედნებიდან საკუთარი ხარჯებით მისი 8 სიმღერა და კომპაქტ დისკები გამოსცა და გადაეცა ივანე სარაჯიშვილის, ანუ ვანო სარაჯიშვილის მუზეუმს, სიღნაღის რეაბილიტაცია შეეწირა სამწუხაროდ ეს სახლ-მუზეუმი და 2013 წელს შეეწირა რა ეს სახლ-მუზეუმი სამწუხაროდ აი ამ რეაბილიტაციას სიღნაღისას და სარაჯიშვილის ძექულთან შემდგომ სადაც სკვერი იყო, იქ გადაწყვიტეს, რომ ახალი მუზეუმი გახსნილიყო და შექმნილიყო. გელა ქოქიაშვილი ხელოვნებად მცოდნე, ძალიან ბევრ საინტერესო ფაქტს იხსენებს მის შესახებ და მისი მამის მეგობარი ყოფილა ვანო და ფირფიტა ჩამოუტანია მისი და გამტყდა თურმე და ძალზე უნერვიულია მას და აი ამ დავით ქოქიაშვილის ოჯახში თურმე რომელიც მისი მეგობარი ყოფილა თავის დროზე სტალინიც იმყოფებოდა და იმალებოდა ეს იყო სოფელი ვაქირი როგორც ზემოთ ბახსენე ამ ვაქირში ამ სოფელში ხშირად ყვარებია ჩასვლა და მარანში ჭურის თავზე ანუ ქვევრის თავზე სიმღერა უღრმულს შემოსახებდა ხოლმე და ის სწორედ ამ ქვევში ამ ჭურში იმალებოდა თავის დროზე სტალინიც რომელიც დავით ქოქიაშვილის ანუ ვანო სარაჯიშვილის მეგობრის ძმას ლადოს იცნობდა სტალინზე მაქვს საუბარი და როდესაც ლადოსთვის მიუკითხავს და დამალვა უთხოვია ლადო არ დახვედრია მას და მის ძმას დავითს დაუმალავს იგი ამ ქვევში. არაჩვეულებრივად ასრულებდა ჩაკრულოსაც ბერი კაცი ვარ ნუ მომკლავ და შემონახულია კიდეც ეს მისი ხმა მართლაც ბულბული ვითხმა და
საგასტროლოდ პეტერბურგშიც იყო მიწვეული ხალხური სიმღერა, მან კლასიკურ მუსიკას შეურწყა და უფრო ლამაზი გახადა, უფრო მელოდიური გახადა. სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა, მისი სტიპენდიაც არის დანიშნული და რაც ის კოკა, რომელითაც წყალს ასმევდნენ ამ თავგატეხილას წყაროდან 2 თვის განმავლობაში, როდესაც დაავადდა, დღეს მუზეუმში ინახება და აი აქ ძალიან მნიშვნელოვანმა პიროვნებამ, გამოჩენილმა პიანისტმა ვლადიმერ პოროვიცმა დაუკრა შოპენის სამგლოვიარ მარში მის საპატივსაც, როდესაც იგი გარდაიცვალა და ასევე ლისტის ერთ-ერთი კომპოზიცია შეასრულა, ხოლო კოტე მარჯანიშვილმა მისი დიდი პატივისცემით და შთაგონებით დადგა სპექტაკლი აბესალუმ და ეთერი, სადაც ვანოს პარტიას ასრულებდა, ანუ უკრავდა ჩელო და ისე იყო გაკეთებული, რომ ვანოს პარტიას აი ეს ჩელოს აკომპანიმენტი დაჰყვებოდა. აი ეს იყო ცხოვრება და მოღვაწეობა, ანუ მოკლე ექსკურსი ვანო სარაჯიშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ. უამრავი რამის თქმა და გახსენება შეიძლება, მაგრამ ჩვენი ეთერი ამის საშუალებას და დრო სამწუხაროდ არ გვაძლევს, მაგრამ რაც გადმოვეცი, ვისაუბრე, მე მგონი არც ეს არ იყო ცოტა, რადგან ის არის ადამიანი, ის არის მოღვაწე, რომ რაც არ უნდა ვთქვათ მასზე, როგორი ცოტაც ან როგორი ბევრიც არ უნდა ვისაუბროთ, მისი ტალანტი არის განუსომელი. მადლობა ყურადღებისათვის, გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.